ადამიანები იტყვიან, აი, გაჩქარებული პულსი მაქვს, ან შენელებული პულსი მაქვს, ან სუსტი პულსი, ან ძლიერი, ან ძაფისებური, ან ცვალებადი, ან არარეგულარული. მოკლედ, სხვადასხვანაირი პულსი აქვს სხვა ადამიანებს. პულსი გვეუბნება მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ და ამაზე ვისაუბრებთ, როგორი პულსი რას ნიშნავს. პულსი ზოგადად არის სისხლძარღვების შეკუმშვა და გაფართოება რითმული არტერიების, რადგან გული ტუმბავს სისხლძარღვებში. პულსი არც ძლიერი არ უნდა იყოს და არც სუსტი, აი თით თუ დაადებ ადამიანს მაჯაზე და პულს გაიზომავ, ან სხვას გაუზომავ, 4 ქულიდან უნდა შეაფასო დაახლოებით 2-ით მისი სიძლიერე, ანუ მსუბუქი დაჭერით პულსი უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ძალიან სუსტი არ უნდა იყოს და არც ძალიან ძლიერი. პულსი შეიძლება იყოს ჩქარი, რომელიც ესევე იგრძნოს ადამიანმა იმდენად ჩქარი იყოს თითის დადებაზე და ეს შეიძლება იყოს აი სტრესული სიტუაციები დროს, ჩქარი და ძლიერიც, სტრესის დროს, როცა ადამიანს სიცხე აქვს, ადრენალინის მოზღვავება როცა აქვს, ჰიპერთიროიდიზმი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია როცა დარღვეულია, ანემიის დროს შეიძლება. მეორეს მხრივ სუსტი პულსი გულის დაავადებების ნიშანი შეიძლება იყოს, მაგალითად გულის უკმარისობა თუ ადამიანს უკვე გულის დაავადება აქვს არსებული, ან უბრალოდ დაბალი წნევის ნიშანი, ან შოკის ნიშანი იყოს. ზოგადად თუ ვიტყვით რა არის ძალიან ოპტიმალური რა არის და საითკენ უნდა იყოს პულსი, 60-ის გარშემო უნდა იყოს, 60-დან 100-მდე ნორმაში მიიჩნევა, მაგრამ ზოგადად 100-ისკენ თუ არის ახლოს, ნიშნავს, რომ რაღაც უფრო პრობლემები გვაქვს, შეიძლება მაღალი წნევის მატარებელი იყოს ადამიანი და ეგეთ ადამიანს უფრო მეტად, უფრო 100-თან ახლოს აქვს ხოლმე პულსი. თუ ადამიანს პირიქით ძალიან ჯანსაღი გულსისხლძარღვთა სისტემა აქვს, შეიძლება 60-ზე დაბალიც ჰქონდეს, 50-დან 60-მდე და ადამიანი თავს კარგად გრძნობდეს. ეს ცუდი არ არის, სპორტსმენებს აქვთ ხოლმე და ვინც ფიზიკურად ბევრს ვარჯიშობს, მაგ ადამიანებს ეფექტური გულსისხლძარღვთა სისტემა აქვთ და ამიტომ დაბალი პულსიც გულის ცოტა შეკუმშვა ყოფნის იმისთვის, რომ ამ ადამიანს მიეწოდოს საკმარისი რაოდენობით. პირველი ყველაზე ხშირი ვარიანტი არის პულსის აჩქარება, რასაც ადამიანები ჩივიან ხოლმე. პულსის აჩქარება შეიძლება იყოს საერთოდ ჯანსაღიც, თუ ადამიანი ივარჯიშებს და მაშინ გაიზომავს პულსი აჩქარებული იქნება. ან თუ ნერვიულობს, ან ყავის დალევის შემდეგ, ან სიგარეტის, ან უბრალოდ როცა სიცხე აქვს, ან შფოთვა, ანუ ესენი ცნობილი ფაქტორებია, რომ ეს არ ნიშნავს, რომ გულის დაავადება აქვს ადამიანს, მაგრამ თუ მოსვენებულ მდგომარეობაში რეგულარულად აჩქარებული პულსი აქვს ადამიანს, მაშინ უნდა ვიფიქროთ გულის დაავადებაზე. თუ ადამიანს გული უკვე აწუხებს, შეიძლება გულის უკმარისობის ნიშანი იყოს. შეიძლება უფრო ხშირად არის არითმიები, მაგალითად არითმიების გამო და არითმიებიდან ყველაზე ხშირად ეჭვი უნდა მივიტანოთ ამ დროს მოციმციმე არითმიაზე. შეიძლება გულის სხვა დაავადებები იყოს. თუ ადამიანს ფილტვები და ბრონქები აწუხებს, შეიძლება ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქების გამო, ადამიანს როცა ჟანგბადის ნაკლებობა აქვს, გული უფრო ჩქარაცემს, რათა მთელი ორგანიზმი მოამარაგოს და კომპენსატორულად შეიძლება იყოს გულისცემა მომატებული. ასევე ბავშვებს უფრო ჩქარი პულსი აქვს ბუნებრივად და ეს ბუნებრივი ვარიაბელობა, ეს არ ნიშნავს დაავადებას, ბავშვის გული უფრო პატარა და უფრო მეტაბოლიზმი ჩქარია და გული უფრო ჩქარაცემს და ამიტომ ზოგჯერ ასე მაღალია, არ ნიშნავს, რომ გულის დაავადება აქვს. მეორე ყველაზე ხშირი ნაირსახეობა პულსის დარღვევის არის ნელი პულსი. ნელ პულსს ეძახიან, როცა 60 ქვევით არის, ასევე ბრადიკარდიას ეძახიან, გული რომ ნელაცემს. სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს. ასაკოვნებში მაგალითად სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ქვია, ვინაიდან ასაკოვნებში ნელ-ნელა დეგენერაცია ხდება იმ უბნების, სადაც გულის იმპულსები წარმოიქმნება, რომ გული შეიკუმშოს, ამიტომ შედარებით სუსტი იმპულსები და ნელა წარმოიქმნება და ამიტომ ნელა იკუმშება გული. შეიძლება ასევე თუ ადამიანს გულის დაავადებები აქვს, ან ქონდა
ატრიოვენტრიკულარული ბლოკები ქვია, მოკლედ გულის ზედა და ქვედა ნაწილში სიგნალი არ ტარდება კარგად და ეგ იწვევს ხოლმე გულისცემის შენელებას. შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამ გამოიწვიოს ჰიპოთიროიდიზმი, მაგალითად, რომელიც მეტაბოლიზმის შენელებას იწვევს და შედეგად გულისცემის შენელებასაც იწვევს. შეიძლება ინფარქტმა გამოიწვიოს გულისცემის შენელება და ნელი პულსი, განსაკუთრებით ქვედა კედლის ინფარქტმა, რომლის დროსაც გამტარებლობის სისტემა შეიძლება დაზიანდეს და ამიტომ გულისცემა იყოს შენელებული. და წამლები, ადამიანები, რომლებიც წნევის წამლებს სვავენ, ბეტა ბლოკერებს, მაგალითად, ან ანტიარითმიულ სხვა პრეპარატებს, გულისცემა შეიძლება შეანელოს და ეს წამლების გამო იყოს. წამლებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია გულისცემის შენელების. ახლა თქვა როგორ გავზომოთ პულსი, მარტივად როგორ გავზომოთ, აი ესე შეხედოთ ხელს, მოკლედ ცერათითის ქვეშ. აი ესე ცერათითს გავუყევით და მის ქვეშ და მის ქვეშ, ზუსტად მის ქვეშ, ხო? აი ესე ორი თითი, საჩვენებელი და შუა თითი, რომ დაადოთ, იპოვით მოპულსირე ადგილს. აი ეს არის სხივის არტერია, ეს დაადებ ორთის, იგრძნობ ჯერ რომ ამ პულსაციას გრძნობ და დაიწყებ დათვლას, დაინიშნო დროს. შეიძლება ადამიანმა დაინიშნოს 60-ვე წამი და დაითვალოს ესე, შეიძლება ზოგი უბრალოდ 15 წამს ითვლის და ითვლის რამდენი გულისცემა იყო 15 წამის განმავლობაში და ამრავლებს მე 4-ზე. ასეთ შესაძლებელია მიღება. შესაძლებელია კიდე კისერზე მაგალითად, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც მაჯაზე ზომავენ ხოლმე პულსს. შემდეგი პულსის ტიპი არის არარეგულარული პულსი, როცა ადამიანი იტყვის, რომ შეიძლება გამოტოვებას გრძნობდეს, აი თითქოს გულისცემა ჩავარდაო არ არისო, მერე შეიძლება გრძნობდეს ისევ ჩვეულებრივ, შეიძლება არათანაბარ დაშორებებს გრძნობდეს ამ გულისცემას შორის, ზოგჯერ ჩქარს, ზოგჯერ ძლიერს და ანუ ვერ გამოყოს ადამიანი, ვერ გეტყვის რა, რომ ანუ გეუბნება ეს ამე რაღაცა არ არის ესეთი ეს პულსი, არარეგულარული პულსია, ხო? ანუ ერთ-ერთი პირველი მაგ დროს ვფიქრობთ არითმიებზე და არითმიების კლასიკური ნიშანია ეგ, ყველაზე ხშირად მოციმციმე არითმიაზე ვფიქრობთ, მოციმციმე არითმიის დროს ქაოტურად ხდება გულში ელექტრული სიგნალების წარმოქმნა, ეს ქაოტური წარმოქმნიდან ზოგი გამოდის და გულის შეკუმშვას იწვევს, პარკუჭების შეკუმშვას, ზოგი ვერა და მოკლედ არარეგულარულ გულისცემის შეგრძნებას იწვევს და ეგეთ სურათს გვაძლევს. შეიძლება იყოს არარეგულარული, მაგრამ რაღაცა მოდელი ქონდეს გულისცემის შეკუმშვას. რას გულისხმობ? მაგალითად, ადამიანი გეტყვის, რომ აი სულ მუდმივად კი არ ცემს გული, რაღაც დროში ერთხელ ამოვარდნებივით არის, რაღაც დროში ერთხელ ჩაგდება თითქოს გამოტოვა ერთი გულისცემა, მერე ისევ რამდენიმე წამში ისევ თითქოს გამოტოვა, მაგრამ მერე გააგრძელა. ანუ მოდელს გაძლევს, მაგრამ ეს მოდელია არარეგულარული. ანუ გულისცემა ხო პირდაპირ უნდა გვესმოდეს მუდმივად ეს. ამის გარეშე სადღაც ჩავარდნა, სადღაც შეიძლება პირიქით დამატებითი გულისცემა იქნოს, მე თითქოს გული გაჩერდა ცოტა ხანი, მაგრამ ეს მეორდება, ეს მოდელები მეორდება. მაგალითად, წუთში შეიძლება 3-ჯერ გამეორდეს აი ესეთი ჩავარდნის ეპიზოდი, ხო? ასეთ პირობებში ექსტრასისტოლიები შეიძლება იყოს და რა თქმა უნდა გამოკვლევა ჭირდება მაგას და ელექტროკარდიოგრამის გაკეთება ჭირდება, რომ გინდეს ზუსტად რომელი არითმია ასეთ დროს. იგი სახეობის პულსი არის პარადოქსული პულსი ქვია. პარადოქსული პულსის აზრი არის ესეთი, მოკლედ, რომ როცა ადამიანს დაადებ თითს და გრძნობ მის პულს და ეტყვი რომ ამომიდი ჩაისუნთქე და ჩასუნთქვის დროს თუ მნიშვნელოვნად სუსტდება ეს პულსი. ანუ პულსაციის შეგრძნება თუ მნიშვნელოვნად სუსტდება. ამას ახლა პარადოქსულ პულს, პარადოქსული პულსი რას ნიშნავს თვითონ? ზოგადად გული ჩასუნთქვის დროს შედარებით სუსტად იკუმშება. და ამიტომ მაგალითად 10 მილიმეტრი ჩასუნთქვისას წნევა ისაც შეიძლება შემცირდეს. სისტოლური წნევა, ზედამაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს. ანუ 10-ზე მეტად თუ მცირდება, ამას ეძახიან მოკლედ პარადოქსულ პულს.
და პარადოქსული პულსი შეიძლება იყოს ადამიანებში, ვისაც აქვს ქრონიკული ბრონქიტი და გართულება, ანუ გამწვავების პერიოდი, შეიძლება ვისაც აქვს ძლიერი ასთმა და ადამიანებში, ვისაც აქვს გულის ტამპონა და ან პერიკარდიტი. მოკლედ, როცა სითხე ჟონავს გულის გარშემო, გულს აწვება და გული საკმარისად ვერ ეს გულზე ზეწოლას ახორციელებს და საკმარისად ვერ ივსება იმისთვის, რომ მე საკმარისად კარგად შეიკუმშოს. აი ამას ეძახიან პარადოქსულ პულს. შემდეგი პულსი არის ალტერნაციული პულსი ქვია. ალტერნაციული პულსი არის ასეთი, რომ ძლიერ ჩვეულებრივ პულს ან გულის ცემას მოყვება შედარებით სუსტი. მე ისევ ძლიერი, მე ისევ სუსტი, ანუ ის მონაცვლეობა ალტერნაცია, ამიტომ ქვია, რომ ანუ სუსტ პულს ძლიერი, მე ისევ სუსტი, მე ისევ ძლიერი და ასე. და ეგ ნიშნავს, რომ გულს არ აქვს შეკუმშვის სათანადო უნარი, რადგან კი როცა სისხლით კარგად აივსება, შეიკუმშება, მაგრამ შემდეგი შეკუმშვისთვის უკვე ძალა არ ყოფნის, ამიტომ სუსტად შეიკუმშება შემდეგი და იმის შემდეგისთვის ისევ მოიკრებს ძალას და ძლიერად შეიკუმშება. და ამიტომაა რომ ჩვენ ამას ვგრძნობთ როგორც ალტერნაციული პულსის სახით და აი ეგ არის კლასიკური ნიშანი მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის და ამ შემთხვევაში გულის უკმარისობა, ან გულის უკმარისობა როცა აქვს ადამიანს აი ესეთი ალტერნაციული პულსი შეიძლება ქონდეს. ძლიერ გულის შეკუმშვას მოყვეს სუსტი და ასე შემდეგ. და თუ სუსტი ძაფისებრი პულსი აქვს ადამიანს, აი ძლივს რო გრძნობ რა, ეგ გულის უკმარისობის ნიშანია. შეიძლება დაბალი წნევის ნიშანიც იყოს, როცა ადამიანს წნევა აქვს დაბალი, კომპენსატორულად სისხლძარღვები იკუმშება და ამ პულს ძალიან სუსტად გრძნობს. მოკლედ, ესეც შესაძლებელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში არის გულის უკმარისობის ნიშანი. სხვა შემთხვევებში შეიძლება იყოს, მაგალითად შოკის დროს, ბევრ სისხლს თუ დაკარგავს ადამიანი, ძლიერი ინფექციების დროს, ანუ სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს შესუსტებული პულსი, მაგრამ ქრონიკული შემთხვევები როცა და ხშირი შემთხვევები რაც არის, გულის უკმარისობის დროს არის ხოლმე ძალიან შესუსტებული პულსი. და შემდეგი პულსის სახეობა არის ბიგემინური პულსი. ბიგემინურს ეძახიან, როცა ანუ გულის ერთი შეკუმშვა, ანუ ერთი პულსი იგრძენი და მალევე როცა იგრძნობ მეორს, გეგონება ორჯერ ხდება, აი ამას როცა გრძნობ რა, აი ამას ეძახიან ბიგემინურს და პარკუჭების ნაადრევ შეკუმშვას ახასიათებს აი ესეთი ბიგემინური პულსი, რომელიც არის სახასიათო ერთ-ერთი ფორმაა, მოკლედ არითმიების, მაგ დროსაც არითმიებზე უნდა ვიფიქროთ. ანუ ზოგადი პრინციპი არის ესეთი, მოკლედ რა, რომ თუ რაღაცა არარეგულარულ რაღაცა გესმის აქ, მაშინ უნდა იფიქრო არითმიებზე. აი ეგ არის ძალიან ისეთი სახასიათო, თუ ძალიან სუსტია პულსი და ადამიანს გულის პრობლემები აქვს, უნდა იფიქრო გულის უკმარისობა ხომ არ არის, თუ პულსი აჩქარებულია, ხშირ შემთხვევაში არის უბრალოდ ნერვიულობს ადამიანი, ან შფოთვა, ან კოფეინის გამოა, ან ეწევა, ან მაღალი წნევა აქვს, ესეც შესაძლებელია, მაღალი წნევა ხშირად არის ასოცირებული თუნდაც ნორმალურთან, აი 80 და 80 ზევით პულსი. თუმცა ასამდე მაინც ნორმაში ითვლება, ანუ შეიძლება ნორმაში იყოს, მაგრამ ზედა მხარეს იყოს. ეგეც საყურადღებოა, შეიძლება პულსი იყოს ნორმაში, მაგრამ ზედასთან ახლოს. ჯობია რომ 60-თან ახლოს იყოს, მოკლედ, ანუ 60-70, ეგ მიიჩნევა რომ უფრო ოპტიმალურია ზოგადად. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.